მოგესალმებით, ამ გაკვეთილში გვექნება დიალოგები წინა გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით. ჩვენი წინა გაკვეთილის თემა იყო მისალმება და გაცნობა, წინადადებები იყო მხოლოდ და ამ შემთხვევაში გვაქვს დიალოგები. გადავიდეთ პირველ წინადადებაზე ჩვენი დიალოგების. პირველი არის ასეთი. Hello, my name is Anna. Hello, my name is Anna. ესე იგი, როდესაც ადამიანს შევხვდებით, პირველი დასაცვენები არის გამარჯობა, ხო, რა თქმა უნდა. და ვეცნობით, როდესაც პირველად ხედავთ. Hello, my name is Anna. Hello არის გამარჯობა, რა თქმა უნდა, ალბათ ყველამ ვიცით. My name არის ჩემი სახელი და is არის გადმოითარგმნება როგორც არის ბოდიში. არის Anna. ამ შემთხვევაში ანას მაგერად ნებისმიერი სახელი შეგვიძლია ჩავთვლათ ირმა, გიორგი, დავითი და ასე შემდეგ. გამარჯობა, ჩემი სახელია ანა. ან მე მქვია ანა. შემდეგ. Nice to meet you. ნახეთ, nice to meet you, Anna. I am David. I'm David. Nice to meet you. ეს ფრაზა მთლიანად ნიშნავს, რომ სასიამოვნოა შენი გაცნობა. სასიამოვნოა შენი გაცნობა არის nice to meet you, Anna. I am David. მე ვარ დავითი, ან დეივიდი. შემდეგ. Are you new here? Are you new here? Are you არის შენ ხარ. New here არის ახალი აქ. და შენ აქ ახალი ხარ, ანუ ახალი გადმოსული ხარ, ამას ნიშნავს. Are you new here? შენ აქ ახალი ხარ? შემდეგ, yes, I just moved here last week. I just moved here last week. ნახეთ, I just არის მე ახლა ხანს, moved here არის გადმოვედი აქ. Last week არის გასულ კვირას. I just moved here last week. ქართულად გადმოთარგმნით, როგორც მხოლოდ გასულ კვირას გადმოვედი აქ. ანუ სულ ახლახანს გადმოვედი. Yes, I just moved here last week. დიახ, მხოლოდ გასულ კვირას გადმოვედი აქ. შემდეგ. Welcome, I'm sure you will love it here. I'm sure არის მე ვარ დარწმუნებული. You will, ანუ შენ, love it here. შენ ის მოგეწონება. აქ ყოფნა ძალიან მოგეწონება. ანუ დარწმუნებული ვარ, რომ შენ აქ ძალიან მოგეწონება. Welcome არის მობრძანდი, კეთილი იყოს შენი მობრძანება. I am sure you will love it here. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. I am sure you will love it here. მაგრამ ერთსაც დავამატებ, აპოსტროფი რომ წერია, ალბათ მე მგონი ყველა გაკვეთილში ვამბობთ, რომ ზუსტად ისე ვკითხავთ, როგორც წერია. You will-ს უკვე აღარ ვიტყვით, იმიტომ რომ ორი ელი წერია და არა თვითონ will-ი. ამიტომ ვიტყვით you will. რაღაცნაირად თითქოს ვამატებთ you-ს და will-ს. I'm sure you will love it here. შემდეგ. Thank you. I'm excited to explore the area. Thank you არის მადლობა. I'm excited არის მე მოხარული ვარ. თითქოს აი ერთი სული მაქვს და ვერ ვითმენ. I'm excited to explore არის რაღაცა რომ გამოიძიო, მაგრამ სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვანაირად ვიტყვით, ხო? To explore არის დავათვალიერო, the area არის აქაურობა, გარემოცვა, ასე რომ ვთქვათ. I'm excited to explore the area. ანუ მადლობაო, ერთი სული მაქვს აქაურობა დავათვალიერო და გამოვიკვლიო, ასე რომ ვთქვათ. Thank you. I'm excited to explore the area. შემდეგ. Let me know if you need any help. Let me know if you need any help. Let me know არის გამაგებინე და if არის თუ შენ დაგჭირდება რაიმე დახმარება.
სიტყვით რომ მივყვეთ ასე არის. Let me know, გამაგებინე, if you need any help. თუ რამე დაგჭირდება, მითხარი, გამაგებინე. შემდეგ, thanks. I really appreciate it. Thanks. მადლობა. ანუ მადლობა შეგვიძლია ვთქვათ როგორც thank you, and thanks, and thank you very much და ასე შემდეგ. I really appreciate it. I really არის მე ნამდვილად მართლა appreciate არის დაფასება და it არის ის. ანუ მე ამას მართლა ძალიან ვაფასებ და ვაფასებ თქვენს ყურადღებას. Thanks, I really appreciate it. შემდეგ გადავიდეთ მეორე დიალოგზე და იწყება ესეც მისალმებით, რა თქმა უნდა. Hi, I'm Sarah. Hi, I am Sarah. ანუ გამარჯობა, მე ვარ Sara. ან მე მქვია Sara. არ აქვს დიდი არსებითი მნიშვნელობა. შემდეგ, hello, Sarah, I am John. Hello, Sarah, ანუ გამარჯობა, Sara, I'm John. მე John-ი ვარ. აქ, რა თქმა უნდა, თქვენთვის საშუალო სიტყვები არაბოდიში სახელები შეგძლიათ რომ ჩასვათ, ხო? და ისე ივარჯიშოთ. Hello, მაგალითად, Mariam, I am George. და ასე შემდეგ. შემდეგ, nice to meet you, John. ნახეთ, nice to meet you არის სასიამოვნოა შენი გაცნობა. საქართველოშიც ასე ვეუბნებით, როდესაც ადამიანს გავიცნობთ, სასიამოვნოა ძალიან, ან სასიამოვნოა შენი გაცნობა, ხო? Nice to meet you არის ასეთი ინგლისური ვერსია სასიამოვნოა შენი გაცნობისა. Nice to meet you, John არის მოხარული ვარ რომ გაგიცანი, ან სასიამოვნოა შენი გაცნობა, John. შემდეგ, likewise. ნახეთ, likewise არის მეც, თითქოს მეც ზუსტად იგივეს გრძნობ. ანუ ჩემთვისაც სასიამოვნოა. ამ შემთხვევაში არ უთხრა რომ nice to meet you too. ეს არ უთხრა. Likewise. ანუ ჩემთვისაც სასიამოვნოა. Are you a student here? Are you a student here? ნახეთ, შენ ხარ სტუდენტი აქ? შენ, ანუ are you არის შენ, პროსტად პირიქით, you არის შენ და are არის ხარ, ანუ შენ ხარ, იმიტომ რომ ინგლისურად ხშირ შემთხვევაში და ყოველთვის თითქმის ბოლოდან თარგმნით ხოლმე, რომ ქართულად სწორად გამართული, გრამატიკულად გამართული წინადადება გამოვიდეს. Are you a student here? არის შენ აქ სტუდენტი ხარ? შემდეგ, yes, I'm in my second year studying architecture. Yes, დიახ, I'm in, მე ვარ, in არის she, ნაწილაკი, I'm in my second ოს არ მომბობთ, second year studying architecture. ნახეთ როგორ მომბობ architecture. ანუ მე ვარ მეორე ჩემი სწავლის მეორე წელში, ასე რომ ვთქვათ, არქიტექტურის შესწავლის. ანუ ნახეთ, გამართულად რომ ვთქვათ, მეორე წელია არქიტექტურაზე ვსწავლობ. I am in my second year studying architecture. მეორე წელია არქიტექტურაზე ვსწავლობ. და ეს იყო ჩვენი ბოლო წინადადება ჩვენი დიალოგების. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, დარწმუნებული ვარ რომ გამოგადგებათ ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, ურთიერთობებში და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. გემშვიდობებით შემდეგ გაკვეთილამდე.